ორი მომენტია მან. ერთი რომ ჩვენ ვართ პოსტ-ტრავმული საზოგადოება, აი ეს მძიმე წლები ჩვენ არსად არ წაგვსვლია. ეხა ვინც დასრულები არიან და შვილები ყავთ, ისინი მოხვდნენ ზუსტად იმ სიტუაციაში და მათი მშობლები უკვე ეხა ჩემხელები ძირითადად და აი ეს მძიმე პერიოდი, ტრავმა არ არის მოხარშული, არ არის გადახარშული და ძალიან მაღალი შფოთვა აქვს ჩვენ საზოგადოებას და დეპრესიული ფონი არის ძალიან მაღალი. დეპრესია სხვადასხვანაირად ვლინდება და ერთ-ერთი არის აგრესია. სხვა ადამიანი არ უნდა იყოს კარგად, მე თუ ვარ ცუდად. ეს ერთი და მეორე ველი რა ქვია არ გამიბრაზეთ, მაგრამ მართლა ეგრეა, რომ მე თუ ცუდად ვარ, სხვა სახს უნდა იყოს. ესე კი არ ფიქრობ შენ, არაცნობიერი განცდა გაქვს ამისი. ესე შეიძლება კი არც ფიქრო, ზოგიერთი მიზანმიმართულად ფიქრობს. ზოგიერთი არის ესეთი ტიპიც, რომ სხვა უნდა იყოს ცუდად, მაშინ მე ვარ კარგად. ჩემ მინუს ვეთქვი, აი ძიმე ნაბახუსებზე რო ყოფილ ვარ და ვიღაცა მღერის. ხო ბრაზდებით, ხო, აი ეგ არის, ეს კარგი მაგალითია სხვათა შორის. აი ახლა გამახსენე, საერთოდ არ აი ახლა რაც თქვით, აი გამახსენე. ხო, მწარდები. მე ასე ცუდად ვარ და რა ამღერე. ვიღაც ხო და ადამიანები როცა არიან ცუდად, სადღაც ხო უნდა ეს გამოავლინონ, ეს ერთი და მეორე ამ ველი ეს ვირტუალური ველი არის უპიროვნო ველი, ნახე, პასუხისგებლობა არ აქვს. ეს ვირტუალური ველი შენ გიხსნის ხელებს და ფეხებს იმისთვის, რომ ხელები გახსნილი გაქვს და შეგიძლია რომ საერთოდ შენი გვარი და სახელი არ დაწერო. და ესეთი ფეიკნიკი კონდეს და იმითი ლანძღოს უყელა გარშემო. და ამითი ნახეთ რაღაცა მომენტში დაკმაყოფილებული ხარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ძალიან სერიოზულ დეფორმაციას იწვევს პიროვნების. იმიტომ რომ ადამიანი კარგის ნახეთ ჩვენ ადამიანობა რა არის? სოფლიო კარგავს ადამიანობას. ნახეთ, მარტო ჩვენ კი არა, სოფლიოში უკვე ადამიანობა იკარგება. არ არის მაღალ მატერიებზე ლაპარაკი, რაღაცა მაღალ სულიერ დონეებზე კი არ არის ლაპარაკი არის ჩვეულებრივ ადამიანობაზე. რა არის ადამიანობა? როცა შენ ხარ მოწყალე სხვა ადამიანის მიმართ, არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით. სხვას რო უხარია, შენც გიხარია მისი სიხარული. აი ეს არის მარტივი ადამიანობა და როცა შენ გაწუხებს სხვისი კარგად ყოფნა, ეს ერთი და მეორე როცა სხვა ადამიანში მარტო მინუსებს რატო ხედავ კაცო? პლუსი არა აქვს. ყველაზე რა ქვია ნეგატიურ ადამიანსაც აქვს პლუსი. ხო და აი ეს შავ-თეთრი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების წევრების მხრიდან, შეურიგებლობა, ნახე, ჩვეულებრივი კაცი ჭამეული დამოკიდებულებაა რა, ჩვეულებრივი. ისე გაგასწორებელი. შეურიგებელი, ანუ ადამიანი გაიგივებულია იდეასთან, აზრთან და აი იმ აზრის მოკლა თუ გინდა, ის ადამიანი უნდა მოკლა. ხო და რატო ვერ გავიგე? ხო და ამიტომ ეს აქ მარტო არ არის ესე. ნახე დასავლეთში ამას ელემენტარულად მიგაბლოკავენ და ელემენტარულად შედეგი მოყვება ამას. უბრალოდ ციხეში ხვდებიან ადამიანები. გიჩივლებს ვიღაცა და გათრევს მერე სასამართლოში. ხო და გასაგებია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩემი გამოხატვის თავისუფლება სადაც მთავრდება, იქ იწყება სხვისი გამოხატვის თავისუფლება და ეხლა როგორ უნდა ვქნათ ჩვენ ეს, ხო? და ბავშვები ამას ეჩვევიან. აი ეგ მინდოდა მეთქვა. ბავშვები ამას ეჩვევიან. ამ ველში ბავშვები ხდებიან შეუბრალებლები და ძალიან ესეთი აგრესიულები.